ცოტა შორიდან შეიძლება რომ დავიწყო. ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არსებობს 30 წელია. შარშანწინ ასოციაციამ გააკეთა განცხადება აი ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და შარშან უკვე როდესაც დაბრუნდა ეს რუსული კანონი, გაგვიჭირდა შიგნითვე ამ განცხადების გაკეთება, დაგვჭირდა ონლაინ ხმის მიცემა იმისათვის, რომ განცხადება გაკეთებულიყო. მერე აგვისტოში უცებ გავიგეთ აი ლამის შემთხვევით, რომ გამგეობამ ჭობს დარეგისტრირდეს თუ არა ასოციაცია აგენტად. რომ ვიკითხეთ, რომ რაშია საქმე, აღმოჩნდა, რომ ვიცით რა, ხო უკვე შევიტანეთ განცხადებაო. მაგრამ თუ იმ განცხადების გაკეთებას აგერ წევრების ის დაჭირდა ხმის მიცემა და ისა ესეთ სერიოზულ ამბავს, რომ ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ როგორც ასოციაცია უცხოური გავლენის მქონე, რა ვიცი რაც ქვია. ნუ ძალიან აღშფოთდით. მერე ამასობაში გაირკვა, რომ მთავრობამ არ დაარეგისტრირა ეს ორგანიზაცია, იმიტომ რომ არ ქონდა საკმარისი 20% ეს უცხოური გრანტი. ბევრმა ორგანიზაციამ, დაახლოებით 20 ორგანიზაციამ გადაწყვეტა, რომ გამოვალთ ამ ასოციაციიდან და მერე თებერვალში დავაფუძნეთ ჩვენი ასოციაცია. ამ ნაბიჯით, რომ ახალი ასოციაცია დავაფუძნეთ, ჩვენ თან განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, ხო, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ აი ამ ახალი კანონების და შესაბამისად ვიმოქმედებთ. სიანდუეში ყველაფერი იყო ძალიან მარტივად. რაღაც ინგრეოდა და ჩვენ თქვით, რომ მოდი არ დავანგრიოთ. გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან გვჭირდება. ჩვენი პირველი დიდი, ასე ვთქვათ, ღონისძიება და დიდი ნაბიჯი იყო აპრილში ჩვენ გავაკეთეთ წიგნის ბაზრობა. ჩვენი პოზიცია და ბაზრობის შინაარსი ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენ ვართ ახალი ასოციაცია. და გვინდოდა რომ ეს ბაზრობაზე გავაკეთეთ ერთი დიდი კუთხე, რომელიც ეძღვნებოდა პრესის თავისუფლებას. ასევე გქონდა ცალკე სცენა მსახიობებისთვის, სადაც მსახიობებმა წაიკითხეს პატიმრების წერილები. ძალიან განვიცდი, რომ ამ ბრძოლისას ფიზიკურად ვერ ვარ თქვენ გვერდით. სულ ტელევიზორს ვუზივარ. არაფერი გამომრჩეს. ძნელი ამ ყველაფრის შორიდან ცქერა გამოკეტილში. ჩვენ ციხეში შევუგზავნეთ წიგნები პატიმრებს, მათ წაიკითხეს წიგნები და ამ წიგნების შესახებ მოიწერეს წერილები. ამ ფრაზით დავიწყებდი. ძალიან ემოციურიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს აი მართლა ჩანდა, რომ ამ ქვეყნის რაღაცა საუკეთესო ნაწილი არის ახლა ციხეში.
აქ ხალხი როდის მოდის ხოლმე ნეტარა საინტერესო. ეხლა თქვენ 4-დან დაიწყება. ჩვენ იმიტომ ამოვედით აქ, იმიტომ რომ ახალგაზრდებია ბევრი და გვინდა რომ დავაინტერესოთ ჩვენი წიგნები. პირველად გავაკეთეთ ეს თავისუფლების ბიბლიოთეკა open air-ზე და არ ვიცი, ჩვენც არ ვიცით რა იქნება, მაგრამ ნახავთ. ეს არის საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრების წიგნები. ძირითადად თავისუფლებაზე, ესე შევარჩიეთ უფრო თემატურად. თავისუფლების ბიბლიოთეკა დავარქვით და მოვიტანეთ უფრო თემატური წიგნები, რომლებიც ლაპარაკობს თავისუფლებაზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. ეს არის ბიბლიოთეკა, არ არის გაყიდვა. გამარჯობა, ჩვენთან არის ბიბლიოთეკა. შეგიძლიათ აიღოთ წიგნები, დააბრძანდეთ, დაათვალიეროთ. თუ რამე დაგაინტერესებთ, მოგიყვებით. ჩვენც აქ ვიქნებით, თუ ესაუბრებით ჩვენს წიგნებზე. ნებისმიერი წიგნი, რომელიც გვიყვება ადამიანის ბრძოლაზე, თავისი პიროვნების განვითარებისთვის, შეიძლება იყოს წიგნი თავისუფლებაზე. ой, ჩვენ გვაქვს კოლგები კიდე, რომელიც შეგვიძლია გაჩუქოთ. What is your taste? What is your sound? Your look, your smell, your touch. The sensuous aspect. წერია რომ არ იწვევ, მაგრამ ოფენი არის ხშირად არის ხოლმე ესე. მე პირადად მახსოვს როგორი იყო ადამიანების განწყობა და სურვილი და წყურვილი საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურის მიმართ. ჩვენ უკვე დავიწყეთ საგამომცემლო საქმე. პრაქტიკულად პირველი დიდი მონაპოვარი ზუსტად ეს იყო სიტყვის თავისუფლება. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო სოციალიზმში ცხოვრობდეთ, ახლა ყველას გვექნებოდა ერთნაირი ნაცრისფერი ჩანთები და მე ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდი. მთლიანად ქართული საგამომცემლო საქმე აეწყო ევროპულ პრინციპზე თავიდანვე. და ევროპელები იყვნენ ისინი, ვინც დაგვატრენინგა პირველად, იმიტომ რომ საქართველოში საგამომცემლო საქმის სპეციალისტები პრაქტიკულად არ არსებობდნენ, მე გულისხმობ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ადარებთ ქართულ და უცხოურ ბაზებს, ერთმანეთს საერთაშორისო ბაზებს, შემდეგ ვთქვით გავარკვიოთ რამდენი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავეწყოთ ზუსტად საერთაშორისო ევროპულ სტანდარტზე. პირველები ვიყავით, ერთ-ერთი პირველები, ვინც წავიდა ფრანკფურტში, პირველები ვიყავით, ვინც იყიდა და გაყიდა საავტორო უფლებები. პირველი წიგნი, რომელიც გავყიდეთ, იყო აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსა. და იყიდა ერთ-ერთმა შვეიცარულმა გამომცემლობამ ძალიან კარგი გამოცემა გააკეთა. და თარგმანიც არაჩვეულებრივი იყო. მე კიდე გამოიცა ახლა, მაგრამ ის პირველი გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მოვახერხეთ. ძალიან ცოტა კონტაქტი ქონდა რუსებთან, ძალიან. აი, რა ვიცი, შეიძლება 1-2 კონტრაქტი ქონდა, ისიც არამხატვრული ლიტერატურაზე. მან მოხდა ესეთი რაღაცა, რომ რუსული წიგნები დომინირებდა ბაზარზე, განსაკუთრებით საბავშვო. და ჩვენ გამოვეცით 2000 წელს საბავშვო ენციკლოპედია. პირველი საბავშვო ხარისხიანი წიგნები, რომელიც დაიბეჭდა ევროპაში, ჩვენ გამოვეცით. მშობლებისთვის ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ბავშვები
უსუათ ვერ კითხულობდნენ, ხო მართალია და შესაბამისად ამ ცნობის მოყარე ბავშვებისთვის უცებ ხარისხიანი, საინტერესო საბავშვო წიგნები გაჩნდათ. საბავშვო ენციკლოპედია, რომელსაც გამოვეცით მაშინ დღემდე ერთ-ერთი ჩვენი საბავშვო ბესტსელერია. თანდათან, აი ეს რუსული წიგნების იმპორტიორები გაქრნენ ბაზრიდან. ჩვენი გამომცემლობა არის საბავშვო წიგნების გამომცემლობა. ჩვენ კი გვყავს საბავშვო მწერლები, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა არ არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ეს საკითხი. დამოუკიდებლობა ძალიან დიდი, აი რატოა კიდე საჭირო რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები, რომ გქონდეს შესაძლებლობა გამოვცეთ ის, რაც გვინდა და არ ვიყოთ შეზღუდულები. From this body, you begin to grow roots. ჩვენ გვაქვს ახალი ასოციაცია გამომცემლები შევიკრიბეთ, ერთი სულისკვეთების და ერთი ვთქვათ პოზიციის და მე მაინც მგონია რომ აი ჩვენი ერთობა არის ჩვენი ძალა. და მგონია რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით ერთად საბოლოო ჯამში მაგრები ვიქნებით. პირველი და ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება ის იყო, რომ არ ვიყავით დამოკიდებული გრანტებზე. და ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც ჯანსაღი ბიზნესი ქვია, იმიტომ რომ ყოფილიყავი რაღაცაზე დამოკიდებული, ეს გრანტი იყო თუ სუბსიდია, როგორც კი წყდება, შენ ფაქტიურად ხდები დაუცველი, ხო? და რა თქმა უნდა, ხა ამ საგამომცემლოში უამრავი დარტყმაც მიიღო სხვადასხვა დროს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ის, რომ ჩვენ მაინც ქონდა ბიზნეს ხედვა, ამან ძალიან გვიშველა. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც გამოვეცით საუფროსო პროზა, თანამედროვე ქართული ავტორები. და რაც თავარი კიდე ერთი ხედვა რაც ქონდა და იყო მნიშვნელოვანი და დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის ქართული თანამედროვე ლიტერატურის საზღვარგარეთ გატანა, ანუ უფლებების გაყიდვა. და ჩვენი ძალიან ბევრი ავტორის წიგნები არის გაყიდული სხვადასხვა ენაზე, თარგმანის უფლება არის ლიცენზია გაყიდული. მაგალითად, ჯინსების თაობა, რომელიც საქართველოშიც ბესტსელერია, ასევე თარგმანებშიც ბესტსელერია. 20-მდე ენაზეა უფლებები გაყიდული. როგორც ბიზნეს, რომ წიგნები გამოუცეს და ასე შემდეგ, ასეთი რაღაც სიღრმისეული არ ხდება ამ მომენტში. მაგრამ აი მაგალითად ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის კუთხით ძალიან სერიოზული უკან დახევა რა დაბრკოლება, მაგალითად ის რომ მწერალთა სახლთან ვეღარ თანამშრომლობთ ჩვენივე გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ უარი გვაქვს ნათქვამი ყველანაირ ფონდზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე. შესაბამისად, რასაც ადრე ვაკეთებდით, დიდი ეროვნული პროექტები, როგორიც იყო მაგალითად 2018-ში საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი. ასეთი ტიპის პროექტების გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. ძალიან საინტერესოა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ქართული საგამომცემლო და ლიტერატურის სფერო ბოიკოტში შევიდა კულტურის სამინისტროსთან და მწერალთა სახლთან, ფაქტობრივად ამის მიზეზი გახდა იმ სახელმწიფო ინსტიტუციის გადარჩენა, რომელიც მართლა ღირებულებებზე იყო დამყარებული და ყველა ნორმალურ სახელმწიფოში
ნორმალურ ხელისუფლებას უნდა ეამაყა ისეთი ინსტიტუციით, როგორიც იყო მწერალთა სახლი, ის ექვემდებარებოდა კულტურის სამინისტროს და ეს იყო ის ინსტიტუცია, რომელსაც ის სეგმენტი, რომელსაც ემსახურება მწერალთა სახლი და უნდა ემსახურებოდეს, მას ენდობოდა სრულად. ჰქონდა იდეალური თანამშრომლობა ამ ინსტიტუციასთან და ანუ სახელმწიფო რომ ხარ და სახელმწიფო რომელიც ხელისუფლებაში ხარ, უნდა გიხაროდეს, რომ შენ შექმენი თუ შენ გააქვს ისეთი ინსტიტუცია, რომელშიც არიან ისეთი პროფესიონალები, რომელსაც სექტორი ენდობა. ასე უნდა ყოფილიყო წესით და რიგით. მაგრამ სინამდვილე იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო, რომ ჩვენმა უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა საკუთარ სისტემაში ისეთი და მათ შორის განსაკუთრებით კულტურის სფეროში ისეთი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლითაც კმაყოფილი იყო შესაბამისი სეგმენტი. სანდრო არ არის. ჰაი-ჰაი გამოუშვა. სოსო. ჩამოვიდა მოსკოვიდან. დავაი. ვიყავით მაგალითად რა თქმა უნდა რუსული კანონის წინააღმდეგ და მაშინაც გვეუბნებოდნენ რომ თქვენ რატომ ღელავთ ეს კანონი ხომ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას, მაგრამ თქვენ კერძო სექტორი ხართ და რატომ გაწუხებთ თქვენ ხომ ეს არ შეგეხებათ. მაგრამ ჩვენ ზოგადად სულ ამბობდით, რომ ჯერ ეს არის ისეთი მავნებელი კანონი და ამისი გამოცდილება და ნიმუში გვაქვს ჩვენს მეზობელ რუსეთში და შეგვიძლია ამ პროცესს დავაკვირდეთ, როგორ სწრაფად მივიდა მწერლებამდეც და როგორ სწრაფად შეფუთეს წიგნები შავ ცელოფანში და დაწერეს, რომ ეს წიგნი ეს თუ ის წიგნი მაგალითად ბორის აკუნინის ეკუთვნის უცხოური გავლენის აგენტს, რომ რავი ძალიან სწრაფად მოხდა და ჩვენთან კიდევ უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. მე მგონი რუსეთს ბევრად მეტი დრო დასჭირდა, იმიტომ რომ უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გაიდლაინი არსებობს, რომელსაც უბრალოდ მიყვებიან საქართველოს და სხვა მსგავსი სამწუხაროდ ავტოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნები. რუსეთიდან ჩამოვედი, ახალი ჩამოსული ვარ. და მარჯანიშვილის თეატრში მოვეწე რეკვიზიტორად. 9 აპრილი გადასულია და დამოუკიდებლობის აღდგენაზე ხელმოწერილი არ არის ჯერ. 90 წელია 91. და მარჯანიშვილის თეატრში მოვიდა ირაკლი წერეთელი. წინა დღეს მოხდა ეგეთი რამე. დასალევად უნდა წასვლა მსახიობებს. ფალსტაფი იყო რა. და არ მოწონდათ ეს. და ორი სცენა მოტეხეს მსახიობებმა რა. შუაში გამოტოვეს და ბალე დაამთავრეს. მაყურებელი ნახევარწუთში შეადგა წავიდა. და მეორე დღეს არის უბრალოდ ეს შეხვედრა. კითხებია თუ გაქვთ რა ირაკლი წერეთელი. შეიძლება კითხვა მოგცეთ მეთქი და აუ გისმენთ ახალგაზრდა რაღაც. მე ვთხარი ბატონო ირაკლი მეთქი ერთი შეკითხვა მაქვს მეთქი რა რომ თავისუფლება მეთქი ეს ხომ მარტო პოლიტიკური აქტი არ არის მეთქი ეს არის მეთქი მორალურ სულიერი აქტი მეთქი აი ზუსტად ამ სიტყვების ვეუბნები კარგად მახსოვს და იქ ზუსტად სიდურმოდეს არ არის შეჩუმი ვიღაცა რეკვიზიტორი 24 წლის 23 წლის და რაღაცა თავისუფლება აქტი ეს სულიერი და მე ვთხარი საბჭოთა კავშირის გამოვლილი ხალხი მეთქი რომელიც გაუთავებლად იპარავს მეთქი რა რომ აი მამა ჩემი ინჟინერი იძულებული იყო მოეპარა მეთქი ის იპარავს მეთქი გუშინ მაგალითად სახმებო ორი აქტი მოიპარეს მეთქი ეს ლატინაკი ამბავია და მივხვდი რომ ბიჭო თავისუფლებაზე ლაპარაკი არ არის ეგ ადვილი რა ცოტა ადრეა ჩემთვის ასეთი
ვარ ნაყოფი. თავიდან ჩავთავე რომ შეიძლება ბავშვების გამო დადის. არც მე არ მესმის ჩემო ძმო. ვინმე არის აქ მოსული, ვისაც ჰორორზე უნდა მოსმენა, საავტორო ტექნიკები არსებობს იმის, რომ როგორღაც ნაწერი ტექსტისგან ყოველგვარი ხმის გარეშე, გამოსახულების გარეშე, ფილმებს აყო, როგორმე ადამიანი შეაშინო წიგნიდან. და ეს არის რაც მე მაინტერესებს ამ სფეროში. რატო არის ჰორორი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენთან მაინც ჟანრულს ეძახიან ყველაფერს და ძალიან პირდაპირ თქვა, ძალიან ზემოდან უყურებენ ჰორორს. და მეორე არის ჩვენთან რატო არის წერება საშინელებათა ჟანრი? რაც ცოტა პარადოქსულია შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს და 33 წლის ვარ ცხოვრობ ჯოჯოხეთში. შენი სანტა ვარ და ახალი წლისა მოსდაგავ. აქ უნდა იყო მარტო შენ, მინდა მეკირუო ვანთოდ. ჩემი აიძი რო განდო შენ, აქ უნდა იყო მარტო. ეხლა ჩვენთან ეს არის პარადოქსული, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი ტრამული გამოცდილება. პირველი რაც შეიძლება მოვიდეს არის საბჭოთა თემატიკა ყველაფერი თავიდან ბოლომდე. გაცინბირებებით დაწყებული დახვრეტები, ვერავის რო ვერ ენდობოდა ადამიანი და მთელი პოლიტიკური სიტუაცია, ყველაფერი ეს. მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, უფრო შორს რო წავიდეთ, ხო? ტყვეების გაყიდვა, მაგალითად ამერიკაში რო იყო, ჩვენთანაც იყო და ქართველები ყიდდნენ ქართველებს. ეს თემატიკა ჩვენთანაც არის, ოღონდ საერთოდ დამარხულია. ცოტა აქეთ რო წამოვიდეთ, ზუსტად მაგიმედან, მაგალითად ბავშვების გაყიდვა 90-იანებში, ხო? ესეც რამდენად ტრამვული არის მთელი ერისთვის, რომელიც კოლექტიურ მეხსიერებაში დევს. Ahora vocalist mo bochak. Mikrofoni rad ginda. ზოგადად ეს იდეისთვის ბრძოლა და იდეისთვის თავდადება რაღაცნაირად აი ამ საბჭოთა საზოგადოებას, რომლიდანაც ყველანი მოვდივართ, ხო?
უკვე აი ალბათ არ ვიცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე ეს ქართული საზოგადოება ძალიან ისე კონფორმისტულ საზოგადოებას ჩამოყალიბდა და აი ეს იდეისთვის ბრძოლა რაღაცა დასაცინი ამბავი იყო, ხო? საერთოდ ჩვენ გვიყვარს ლაპარაკი, რომ საქართველები მუდმივად იბრძოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს რამდენიმე დისიდენტია საქართველოს. ჩვენი მიზანი რა არის? რომ ზოგადად რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა იკითხოს, ბევრმა ახალგაზრდამ იკითხოს, იმიტომ რომ განათლებული საზოგადოება უფრო ჯანსაღ ქვეყანას აყალიბებს, ხო და ჩვენი მიზანიც ეგ არის. მაგრამ მეორე მხრივ თუ სახელმწიფოს ექნება პროგრამები, რომელიც კითხვას უწყობს ხელს, ხო, ახალგაზრდებში კითხვის პრომოუშენს, რასაც იძახიან, წიგნიერებას, ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე იმოქმედებს ზოგადად პოზიტიურად. პირველად ქართული სტენდის ორგანიზატორი 2007 წელს მე ვიყავი ფრანკფურტში 40 კვადრატული ქონდა ათვისებული და საქართველოს დროშის ფერებში ქონდა ჩვენი სტენდი გაკეთებული ძალიან ლამაზი იყო და მანამდეც ვიყავით პატარა სტენდი და ეს დიდი სტენდი რო ავაშენეთ მაშინ სრულიად ფურორი მოახდინა. და რაც თავია ანუ მაშინვე მივხვდით რომ გვაქვს შანსი რომ რაღაცა უფრო შემდეგ საფახურზე გადავიდეთ და მე და ჩემი კოლეგა გია ქარჩხაძე მივედით მაშინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან და ვუთხარით რომ აი გვინდა რომ საქართველოს იყოს საპატიო სტუმარი შემდეგ წლებში და გვითხრას რომ აი ესო თქვენ მარტო ამას ვერ გააკეთებთო სახელმწიფო არის საჭირო რომ ჩაერთოს სახელმწიფოსთან კულტურის სამინისტროსთან და გაფორმდეს ხელშეკრულება და ასე შემდეგ და 2007 წლიდან ესე ნაბიჯ მივდიოდით 2018-ში ეს გამოვიდა ოღონდ ეს ოღონდ საფუძველი ხო ჩაეყარა მაშინ თუ საქართველოს გაიცნობდი მაშინ ფრანკფურტში მიხვდებოდი რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი და ძველი ტრადიცია ლიტერატურული და ისტორია აქვს ძალიან და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან თანამედროვე. ჩვენი ხედვით ეს უნდა ყოფილიყო ერთი მთავარი საფუძველი ერთ-ერთი, რომელზეც უნდა აგვეშენებინა და შემდეგ წლებში გაგრძელებულიყო საქართველოს საპატიო, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში პრეზენტაციები და წარდგენები, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესში ეს არ არის. რა თქმა უნდა, ახალი ამბების ჟურნალისტიკა არის მნიშვნელოვანი საქმიანობა, მაგრამ საგამოძიებო ჟურნალისტიკა არის ის, რომ არ გრჩება დაუკმაყოფილებლობის განცდა, არ გრჩება ზედმეტი კითხვები, თავიდან ბოლომდე იგებ პრობლემას, საიდან მოდის, სად მიდის, ვისვლებ. პირველი ავტორი არის იტალიელი მწერალი იტალო კალვინო, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორი არის და ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობდა ეს დეითი. მის სახლში ვიყავით, სადღაც ღამის 12 საათი იყო და უცებ კარზე გაისვა კაკუნი. და ამ ბიჭმა მითხრა, რომ ესო პოლიცია არისო და კარი გააღო და 5000 ლარიანი ჯარიმა მოუვიდა. დადგება და მართლა მოპარავს და დამარხავს ამ იარაღს ობობას ბუდეში.
იმ ადგილსამყოფელში, რომელიც მარტო თვითონ იცის სად არის. ეს სპეციალურად იყო იმისთვის იმედის ჟურნალისტი რო არის გამოგზავნილი დღეს აქ და რო უნდა გადაიყოს, რომ უეჭველი იქნება რაღაც ტრაქზე ხუმრობები და მერე დაპოსტოს, მაგისთვის ეს შენ გეწყდება. ქართულ მკითხველს თავი შეუძლია იგრძნოს მსოფლიოს ნაწილად. იმიტომ რომ ის წიგნები, რაც გამოდის მსოფლიოში, ისინი ძალიან მალე ჩნდება მერე საქართველოში ქართულად შესანიშნავი თარგმანით. ეს არის რაღაცა ბრძოლა იზოლაციონიზმის წინააღმდეგ, ხო თუ გნებავთ, იმიტომ რომ ჩვენ აი ქართველი მკითხველი რო ვარ და ვთქვათ არ ვიცი უცხო ენა, ან მირჩევნია ჩემ ენაზე წავიკითხო, რა ვიცი, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში ვიღებ წიგნს, რომელიც არის მსოფლიო ბესტსელერი და არის ქართულადაც. ჩვენ დავრჩით ბოიკოტში. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ახლა მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელიც არის, მათ შორის კულტურული პოლიტიკა, მათ შორის ის ადამიანები, მაგალითად აი დუმბაძე, რომელიც იყო რუსული კანონის ხელმომწერი და ხმის მიმცემი, არ გვინდა ჩვენ მასთან თანამშრომლობა, ხო? და რასაკვირველია ახლა რაღაცა ფასი გადავიხადეთ ამაში. იმ თვალსაზრისით, რომ ისე ფართოდ ვერ გავდივართ, თუნდაც საზღვარგარეთ. ეს ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს არის დამოუკიდებლობის ფასი თუ გნებავთ. აი დამოუკიდებელი მუშაობის ფასი არის ეს. ლონდონში ხო იყო სტენდი, რომელზეც იყო ძირითადად წარმოდგენილი, იოანეს ოსიმეს მულაჟი, ხო? ჩემი თქვათ ერთ-ერთი კრიტიკა ამ ლონდონის ბაზრობის ის იყო, რომ არ შეიძლება რომ საქართველო მუდმივად აპელირებდეს თავის წარსულზე. ჩვენ ძალიან დიდი წარსული გვაქვს, სახელოვანი და ასე შემდეგ, ამას ყველა ვაფასებთ ძალიან, მაგრამ ამ წარსულზე დაშენებულია თანამედროვე ლიტერატურა და იმის ჩვენება, რომ მხოლოდ წარსულში რაღაცა სიდიადე იყო, არ არის საკმარისი თანამედროვე მსოფლიოსთვის. ჩვენ უნდა აჩვენო ეხლა რა ხარ და მომავალში რა შეგიძლია, ხო ასეა, იმიტომ რომ წარსული, ხო, ძალიან კარგია რომ წარსული გაქვს, კი ბატონო, შეიძლება დააინტერესოს ვიღაცა ისტორიის მოყვარულ ადამიანებს, მაგრამ ეხლა რა საკითხი? ეს არის საინტერესო.
ლარიანებია გამუშავებული. ეს ლარიანებია 300-ზე 100-ზე გაჩვენე, 500-ზე 200-ზე გაჩვენე. Смотрите, я взяла 5, 2, 7. Вот такой. Так нормально? Все правильно, Мардаш? Все верно? Никто никого не обманул. კანონმდებლობას ახასიათებს ერთი რამ. შეიძლება პირდაპირ შენი სფერო ნახსენები არ იყოს, მაგრამ შენ გეხებოდეს და სწორედ ასე გვეხება ჩვენ ის რეპრესიული კანონები, რაც მიიღეს. პირველ რიგში იყო ეს ცენზურის კანონი, რომლითაც რაღაც შეფუთეს თითქოს რაღაც LGBT პროპაგანდა ვრცელდებოდა. ამას მოყვა უკვე სხვა ცვლილებები, იგივე რუსული კანონი, რომელიც ფაქტობრივად ზღუდავს იმას, რომ შენ რაღაცა მიიღო შემოსავალი უცხოური ორგანიზაციებიდან, რომელსაც იგივე ამ სექტორის განვითარებას ახმარდი. ამას მოყვა შემდეგ უკვე ეს ეგრეთ წოდებული ფარა, რომლის არ ვიცი, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით ყველა არის მისი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ეწევი, მისი განმარტებით, თუ კი ვთქვათ, Facebook-ზე რაღაც პოლიტიკურ პოსტს დაწერ, უკვე სამიზნე ხარ, სულ რომ არ ვიცი, მხოლოდ თარგმნისთვის იღებდე აი ამ დაფინანსებას. ამას მოყვა გრანტების შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც დონორმა თანხმობა უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ რაღაც პროექტი განახორციელოს აქ, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის საბოლოო ჯამში, დროში ახანგრძლივებს და ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში, რომ საერთოდ ჩაკეტონ ეს წყარო შენთან მოსასვლელად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ყველაფერი იმდენად ფართოდ წერია, იმხელა განმარტებები შეიძლება მისცი ამას, რომ ეს არის ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც არ მოეწონება შენი ქმედება, შენი გამოცემული წიგნი, შენი მომზადებული პუბლიკაცია, მოვიდეს და არ ვიცი, გადაგიკეტოს ყველა ფინანსური გზა. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი. დროთა კავშირი, ამით დავიწყეთ გამომცემლობა. საიბერპანკი. ხო, თანამედროვე ქართული ფანტასტიკა უფრო საიბერპანკი არის, ხელოვნური ინტელექტი, უფრო ვიდეო თამაშების და პრინციპში ეს მსოფლიო გავლენიდან არის ალბათ ნაკარნახევი. ახალი ასოციაციის წევრები არიან დიდი გამომცემლების უმრავლესობა. ფაქტიურად, ყველა რომ შევკრიბოთ, სადღაც 80%-ზე ავალთ ბაზრის იმ გამომცემლებით, რომლებიც არიან ჩვენი ასოციაციის წევრები. და მათ რასაკვირველია, შეეძლოთ მშვიდად ეცხოვრათ და საერთოდ არ ყოფილიყვნენ მონაწილე აი ამ პროტესტის. გაეყიდათ წიგნები, გაიყიდებოდა ეს წიგნები კი, იმიტომ რომ მართლა კარგ წიგნებს გამოსცემენ, მაგრამ იცით რა არის? აი ეს მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა კიდევ სხვა რამეა და სწორედ იმიტომ რომ გამომცემლები ვართ, სწორედ იმიტომ რომ ვკითხულობთ და ვიცით სხვაგან რა ხდება და რა განვითარება მოყვა ამას, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უბრალოდ ეს მერკანტილურად ვიფიქროთ მოგებაზე, რაღაც წიგნის გაყიდვაზე, მეტი წიგნის თარგმნაზე, გამოცემაზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ეს ძალიან მოკლეხნიანი იქნება. ეს არის ალპის საბჭოთა ფაქტობრივი ლიტერატურის ენას. განსაკუთრებით აი წლის იმ პერიოდში, როდესაც ყველგან გამოსვლები იყო და მიტინგები და ცხადია, ჩვენ სხვა თუ არაფერი, აი ისეთი სიტუაცია იყო, რომ
თქვა ახალი წიგნი თუ გამოვიდოდა, დიდად ვერც აქცევდით ყურადღებას და ვერც პრომოუშენს ვერ ვაკეთებდით, იმიტომ რომ არც მაგის განწყობა იყო, არც დრო იყო და არარელევანტური იქნებოდა ხო იმ პერიოდში და რა თქმა უნდა ეხლა ეს ყველაფერი ისახება ადამიანს, რა ვიცი, ისეთი დაძაბულობა იყო, რომ აქამდე განვითარებაზე იყავი მომართული, ეხლა ხარ გადარჩენაზე. არცეთი არ გვინდა რეალობა დარჩეს და ფენტეზიში წავიდეს ჯობია ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით ასახოს ფანტასტიკაში ალბათ პოვებს კი. პერსონაჟები თავზე გვაყრია პირდაპირ. საინტერესო ვილანები არ ყავს თორე. ხო, საინტერესო ვილანები არ ყავს.